მოგესალმებით, ვიფასო მეგობრებო და მსმენელებო. და ახლა მე მინდა თქვენ წარმოგიდგინოთ ალიონა ბერეგინას აზრი სიბნელის სამდღესთან დაკავშირებით. მე თქვენ ერთი ვიდეო უყიდე აგიდეთ სიბნელის სამდღესთან დაკავშირებით, მაგრამ ის იყო სხვა კონტაქტორი. ახლა კი მეც მაინტერესებს, ახლა პირველად თქვენთან ერთად უსმენ თუ რა აზრისა ალიონა ამ საკითხთან დაკავშირებით, რადგან ალიონას ძალიან მჯერა. ხო, ეს ვიდეო ალიონა მატვეთა 24 წლის 18 ივნისს და ის ამბობს, რომ როდესაც მე წვებოდიო, მე კითხვა დაუსვიო, ვისგანაც უნდა მიმეღო პასუხი, თუ როგორ გაივლიდა ეს ყველაფერი, სიბნელის 3 დღე, როგორ გაივლიდა. ჩემსკენ წამოვიდაო ინფორმაცია, საიდანაც მე გავიგიო, რომ ეს არისო დაკავშირებული ძალიან ტკივნეულ მდგომარეობებთანო. ახლა მე რასაც გეტყვით, ეს ასნიშნავს, რომ პანიკაში უნდა ჩავარდეთ. მე უბრალოდ თქვენგან მოგცემთ ინფორმაციას და რა არის უტკნეულო? უტკნეულო ჩასახვაც კი არ მიდის თურმე. წარმოგიდგენიათ, როდესაც ქალის კვერცხუჯრედი და მამაკაცის თესლი ხდება ერთმანეთს, იქაც კი ხდება აფეთქება. უტკნეულოდ არაფერი არ ხდება. რაღაც კილს ყველა ცოცხალი არსება განიცდის. ხო, და ეს ყველაფერი უნდა მოითმინოთო ამ 3 დღის განმავლობაში, ამ სიბნელის 3 დღის განმავლობაში. ეგეფო ძალიან ოლგატანი დაყვება ამას, ეგეფო ძალიან ტკინეული იყოსო. რა არის იცით? ის კაცი რომ ყვებოდა, მაგ კაცმა თქვა, მე რომ თქვენ ვიდეო დაგიდეთ სიბნელის 3 დღეს, რომ ჩვენ არც კი ვიგრძნობთ, ჩვენ ყველანი არც კი ვიგრძნობთო ამას, იმიტომ რომ ელექტრონული ველი იქნებაო გათიშული. თუ ელექტრონული გათიშული იქნებაო, ჩვენც გავითიშებითო, იმიტომ რომ ადამიანი კიდე წარმოადგენს ელექტროველს, ხო? და დამოკიდებული ვართ პლანეტის ელექტროველზე. ჩვენ დაკავშირებული ვართ, პლანეტის ელექტროველი და ადამიანების ელექტროველი დაკავშირებული ერთმანეთთან, ხო? და აქ ამბობენ გოგოები, რომ ეს იქნება უტკინეული. და ოლგატანი და ამბობს, ოლგატანი დაყვება ამას და ეს ალიონა ბერეგინას არ ხსედენა ეს ვიდეო, თურმე ოლგატანი დაყოფილა. და ოლგატანი დაყვება, რომ რადგან ორგანიზმი განიცდის იქნებაო სერიოზულ ტრანსფორმაციას, ცვლილებებსო ეს რასაკვირველიაო დაკავშირებული იქნებაო ტკივილთან. და მე მითხრისო, რომ არ ინერვიულო და ყველაფერი ისე ჩავაო, როგორც უნდა ჩაიაროსო. და მე ვნახეო ეს უზარმაზარი ორი ხომალდი, რომლების ზომა სიდიდე შეიძლება შეადარო პლანეტა დედამიწასო და ვხედავდიო სიბნელის 3 დღესო. ყველას ეძინაო, იყო სიბნელე. და მე ვხედავდიო, რომ დედამიწაზე სიბნელე იყო და ეს სიბნელე არ გავდაო ისეთ სიბნელეს, რომ თითქოს საერთოდ ცოტან ვერ მიტანდიო ხელს. ხო, ეს სიბნელე შეიძლებაო შეგედარებიაო ყავისფერ ფერს. მე ალბათ მე დავამატებდი აი რომ ბინძდება. მე მგონია უფრო მასე ახსნიდი, მაგრამ ტანი და ხედავდა ყავისფერ ფერს. და ყავისფერი იმიტომ იყო, ამბობს ოლგატანი, და რომ შეიძლება ეს დაკავშირებული იყოსო ფოტონებთან. ზოგი ადამიანებისგან კი მოდიოდაო ნათება. თითქოს ნაპერწკლები იფანტებაო ადამიანის სხეულისაგან. ადამიანები იყვნენ სტაზისში, ეძინათო, და როდესაც ადამიანს გაუშვდებოდა მოთხოვნა გასულიყო საჭირო ოთახში, მოუნდებოდა ბუნებრივი მოთხოვნილებები ხომ არ სათქრება ხოლმე, რადგან ეს გრძელდება ეს სიბნელე 3 დღე და ადამიანს მოუნდა, ასე თქვა, ტუალეტში გასვლა, რადგან ყველაფერს მიუხედავად, რომ ადამიანები არიან ძილის სტაზისში, ორგანიზმი ხომ მუშაობს.
რადგან იმის მიუხედავად რომ ადამიანებს ძინავთ ეს იმას არ ნიშნავს რომ მათი ორგანიზმი გათიშულიაო შეხედეთ ახლა მე იმ კონტაქტორის ერთადერთი ვიდეო გადავთარგმნე რადგან ვერ ვნახე ამათან კიდე ვერ ვნახე მე მიდოდა ინფორმაცია მომეპოვა სამ ბნელ დღესთან დაკავშირებით და ამათა ამ გოგოებთან ვერ ვნახე და შემთხვევით წავაწყდი იმ კაცს იმ კონტაქტორს გეტყვით ახლა გონი გამახსენდა არხია სვეტ без границ ერთადერთი ვიდეო მე მისი გადავთარგმნე ეს სამ დღესთან დაკავშირებით სხვა ვიდეოები სამ ბნელ დღესთან დაკავშირებით აბსურდულად ჟღერდა და მე საერთოდ არც კი მიფიქრია ვიდეოების გადათარგმნა და ძალიან გამიხარდა ახლა შემთხვევით წავაწყდი ალენა ბრეგინიას ძველ ჩანაწერებში შევედი წარსული წლების ჩანაწერებში და შემთხვევით წავაწყდი ახლა ამ სამი სიბნელის სამ დღეზე ამიტომ გადავწყვიტე ეს ინფორმაცია წარმედგინა თქვენთვის და არა თავის ქვეშ არ აკეთებს არაფერს თურმე ეს ხედავს ყველაფერს თავისი თვალით თვალით როგორ ფიზიკური სხეულით კი არა შედის გიპნოზურ მდგომარეობაში ან მიდის ამათ შეუძლიათ წარსულშიც ჩახედონ მომავალშიც ჩახედონ ხო და ეს ხედავს ეს ოლგატანიდა რომ ადამიანები ავტომატურად არაფრის აზრი არ აქვენ ავტომატურად ორგანიზმმა მოითხოვა განთავისუფლება მიდის საჭირო ოთახში ისტუმრებს თავის საქმეს და ისე ბრუნდება უკან ამავე დროს ის იმყოფება ძილის სტაზისში ძინავს და სხვათა შორის ამ დროს ახლა მე გამოვიყენებ რუსულ ჟარგონს მაპატიეთ წინასწარ რატომ და რომ შევადარო რომ ზუსტი შედარება გავაკეთო ნარკომანებზე ამბობენ რომ როდესაც ისინი უცებ შეწყვეტავენ ნარკოტიკების მიღებას ან ვერ იყიდიან ნარკოტიკს მათ ეწყებათ ლომკა ეგრეთ წოდებული ლომკა ხო ასევე ამ მდგომარეობაშიც ამ მომენტშიც ადამიანებს შეიძლება დაეწყოთ ლომკა და ლომკა როგორ მიდის ადამიანს ტეხას ყველაფერი იჭიმება ბრუნდება გადაბრუნდება მგონი მე თუ არ ვწდები ხო არა მე ნარკომანი არ ვიყავი მაგრამ ფილმებიდან მაქვს ნანახი ეს ჩვენთვის იქნება ბუნებრივი პროცესი ჩვენ ეს უკვე გავიარე ჩვენო იმ გოგოებს ვინც ამ ძალით ფლობს და გაიხვიძეს ჩვენს გვამზადებდნენო როდესაც ჩვენ ეს რაღაც პროცესები უნდა გაგვევლო ნუ ესენი უფრო ძლიერები არიან ვიდრე მე ვიდრე დანარჩენები მე რა ვარ მე საწყის ეტაპზე ვარ შეიძლება ითქვას და მე დიდი დრო დამჭირდება ალბათ რომ გამოვიხვიდო მაგრამ მე რასაც ახლა ვაკეთებ მე მიმაჩნია რომ მე სწორად ვიქცევი იმიტომ რომ მე მინდა რომ ქართველებსაც კონდეთ წარმოდგენა ამ რაღაცებზე რომ იყვნენ მზად შეიძლება ყველა ვერ გაიგოს რა ხდება შეიძლება ყველას დრო სჭირდება გამოიხვიძოს გაცნობიეროს ყველაფერი მაგრამ აი მე ჩავთვალე რომ მე რადგან სხვა ვერაფერს ვერ ვისამ ჩემი ჯანმრთელობის პრობლემიდან გამომდინარე აი ეს საქმე მეც შველის და მეც ვინკურნები თქვენთან ერთად არ დაგიმალავთ მეც ვინკურნები მეც მემატება ვიბრაციები თქვენთან ერთად სერიოზულად გეუბნებით ამას მე ვაკეთებ გული და სულით და
როდესაც დაუშვათ მე ის კი არა, როდესაც არ ვარ ხასიათზე, ან როდესაც მე ვთავ ერთი კვირით ინტერნეტს მე ვიძაბები ხოლმე, მინდა ბევრი ინფორმაცია გადმოგცეთ, მაგრამ მე მახსენდება, რომ შენ უნდა ისე ამოვნო, იმით რასაც აკეთებ, შენ უნდა იგრძნო შენს ბუქება, ძალის მომატება, ვიბრაციების აწევა. შენ ჯერ შენ თავს უნდა უშველო და ვეუბნებით ჩემ თავს. კარგი, ნაძალადებად ნურაფილს გააკეთებ, იმიტომ რომ, როდესაც შენ რამეს აკეთებ ნაძალადებად, ან მოვალეობის მიზნით, შენ ვიდეოსთან ერთად გადასცემ ნეგატიურ ენერგიასაც. იმიტომ რომ, როდესაც ადამიანი რამეს აკეთებს სიყვარულით, მას არ შეუძლია გადასცეს ვინმეს ნეგატიური ენერგია. აი მაგალითად, როდესაც ადამიანი რამეს ქსოვს ხელით. ხო? და აიღეთ ქარხნის ნაკსოვი, რამე ნივთი, დაუშვა ზედა. და რომელში დენა სიყვარულით სავსე ენერგია. რასაკვირველია ხელით ნაკსოვში. იმიტომ რომ ქარხნით ნაკსოვში კი უფრო ნაკლები დრო უნდა, ფიზიკური შრომა ნაკლები უნდა, ფინანსურადაც ეკონომია ხდება, მაგრამ შედეგი რა? թե როგორ გონიათ, როგორი ენერგია დენა ქარხნის გამოშვებულ საგნებში, ქარხნის მიერ გამოშვებულ საგნებში. იქ ყველანაირი ენერგია, დადებითი და სიყვარულით სავსე ენერგიის გარდა. დაფიქრდით აბა, როდესაც ადამიანი იძულებულია რამე გააკეთოს, იმიტომ რომ ეს სჭირდება საქმეს, ან რო არ იმუშაობს პურს ვერ მიიტანს სახლში. მაღაზიების კი ავიხოთ. რამეს რომ იყიდით. იქა თქვენ საერთოდ მაღაზიებში, ბაზარში. რამეს რომ ყიდულობთ, კი არის 1 2 3 გამყიდველი, რომელიც კარგად მოგიქცევა, მაგრამ ზოგი ცდილობს მოგატყუოს. ამდენი წლის შემდეგ მომიდა მიწის თხილი. ვიფიქრე ეგრე ჩოფერით დავქვავ და შევჭამ მეთქი. უკბილო გრძილებით ვერ შევჭამე. უკაცრავად მექანიკურად მოკიდე ახლა ბოთს ხელი, ეს უძელობა, საერთოდ ამას მე ღია დავაკეთებ. მიწის ხილის ყიდვა გადავწყვიტეს ზუგდიდის ბაზარში. იქ სხვა ქალი იჯდა ადრე. მივედი და ვეუბნები 4 ჭიქა ღირდა ლარი. ვეუბნები 4 ჭიქა მიწის ხილი მომეცი მეთქი. წინასწარ გადავიხადე 4 ლარი და იღებს იმ ქახალდის სემიჩკის კოლოფს. ყრის ვითომ ჩამიყარა ვითომ 4 ჭიქა. მე პატარა პარკი მივეცი, ხედიანი პარკი და კაცო, ეს არ გავს 4 ჭიქას, მე უთხარი. როგორ არაო, მე კიდევ დაგიმატიო. არა და ვიცი რომ ატყუებს. ახლა რა გავაკეთო? ფიქრობ მე. ახლა 2 ლარი მომიტეხა ხელად, იმიტომ რომ მარტო 2 ჭიქა ჩაყარა. ვიცი, ისედაც ვიცი. მაგრამ ყოყმანობ, რა გავაკეთო არ ვიცი. ახლა 2 ლარის გულისა მე ამას გადაუყარო იქ რაც უდენა დააბლა დახრისქვევით. არის მაგის ღირსი. მაგრამ მე ხომ ნერვები მომეშლება. მე ხომ უნდა ვიჩხუბო, უნდა ვიწივლო, უნდა ვიკივლო. თვალებში მიყურებს და მაბრიყვებს მისი აზრით. და როგორ გონია მე რა გავაკეთე? თავი მოვაჩვინე რომ დაუჯერე. კი დამწყდა. და მე არ მიჩხუბი, არ მიკივლია. მანამდე რა იმაქვს რომ ჩაუვარე იქ ჯდა უფეხო კაცი.
იქეთობისას საქმეზე მივდიოდი სადღაც და ხურდები მეყარა ცოტა და ამ კაცს 50 თეთრი დაუდე ისე ხოლმე ლარს უგდებ მაგრამ მე ვიფიქრე ახლა იყოს და ახლა მივცემ 51 მეთქი და მე იცით რა გავიფიქრე შეიძლება ეს სასჯელი იყო ჩემი რა იქნებოდა მე რომ ლარი მიმეცა რატომ გადაწყვეტე მაინდამაინც 50 თეთრი ჩამეგდო ლარი პური რომ იყიდო უნდა ლარი ერთი პური არ ვიცი რამ გამთიშა საერთოდ როცა ხდები ბოლო დროს ლარს უგდებ იმ კაცს ახლა იმ დღეს მომიდა ჩაგდება 50 თეთრის მე გავიფიქრე მე ასე მივიღე ეს ინფორმაცია შეიძლება იმ კაცისთვის მეტი ჩამეგდო მეთქი და ეს არ მოხდებოდა მეთქი მაგრამ არა აქ ლარზე და ორ ლარზე არა საქმე უბრალოდ თვითონ ეს პიროვნება არის ისეთი არიან მე არ ვიცი ხა სხვაგან მაგრამ ზუგდიდში საერთოდ ბაზარში ვინც დგანა ნახევარზე მეტი მატყუარაა და სულ ცდილობს ფული გამოგზავნოს რამდენიმე წლის უკან საერთოდ მე წესად მაქვს წინასწარ ვაძლევ ფულს რამდენიმე წლის უკან ავიღე პენსია 1000 ლარებად მივედი უკან იქეთ გვერდზე რომ შეხვავდა მარცხნივ რომ შეუხვევთ ზუგდიდებმა იცით მე რაზე ვამბობ ხო და მიხვდებით და იქ სამთლები და რაც ხა ვიყიდე და 10 ლარი დავაკავე ამ ხალხს ხედავ ხო ესმიდა მეთქი და ხედავ რომ ხუთიანი აიღო მოაქვს ეს 5 ლარიანი და სამთლები და ამბობს 8 ლარ ნახევარი უნდა გადამიხადოო მეუბნება ახლა ეს ქალი თუ რამდენი უნდა გადაიხადოო და უკავია 5 ლარი ხო და მეუბნება ახლა აგერო 5 ლარი მომეცითო მე თქვენ ხო და კიდე გაქვთ დასამატებელი ამდენი როგორ მაბრიყვებს თვალებში მიყურებს და მაბრიყვებს ნახევარზე მეტი მიზგად ბაზარში ნახევარზე მეტი მასეთია მაპატიეთ ახლა არა უბრალოდ ამ საკითხთან დაკავშირებით და მაძლევს ისა მეუბნება დამემატიო კიდევ 3 ლარი 3 ნახევარი ერთი მე უთხარი ეს 5 ლარი ჩემი არაა მეთქი მე არ მომიცია 5 ლარი თქვენთვის მე მოგეცით 10 ლარი მეთქი და მე რისიდან რა უნდა დაგიმატოთ კიდევ პირიქით აქეთ მეკუთვნით თქვენ გახურდა მეთქი ახლა მეო ავდგებიო და ვიდეო ჩავთავო და ნახავო ხალბატონო მეთქი მე უთხარი მიდით დაბა მომიტანეთ ეს თქვენი ვიდეო ჩანაწერი მეც მაინტერესებს ეს 5 ლარი საიდან მოვიდა მეთქი იმიტომ რომ მე პენსია ვიღე დღეს ფიზიკურად არ მქონდა მე უთხარი 5 ლარიანები არ მეკავა ხელში და საიდან მოგცემთ მე თქვენ 5 ლარიანს მომიცით მიდი მოიტანეთ ვიდეო ჩანაწერი მე უთხარი მეც ძალიან მაინტერესებს რა ხდება მეთქი თორემ ეს რომ მე არ მებრძოლა დამაწერდა კიდევ იქეთ დამამატებიებდა ფულს ხო და ახლა იმ ქალზე რა მექნა მე ორი ჭიქა არახისის გამო დებუშა მეტეხა მითხარით ისე კი იყო ღირსი გადამეყარა ყველაფერი რაც იქედვა მაგრამ ისევ მე დამბრალდებოდა მე გამოვიდოდი და მოსჩავე და თან ნერვებიც მომიშლებოდა და არ მიღერს მე მასეთი ხალხის გამო ნერვებიც მოშლა თან მე მაგას ვერ გადავაკეთებ ის მე რაც გამიკეთა იმას ალბათ ის ალბათ სხვასაც გაუკეთა ნუ კარგი ხარ რატო ვინერვ კი დამწყდა გული რომ ფულზე კი არ დამწყდა გული რომ არა ადამიანურად მოიქცა ეს ქალი თან ხედავს რომ ჯოხი დგავარ ხო და როგორ უგემურად შევჭამე ის ორი ჭიქა არახისი წამიდინე თქვენ ძალიან უგემურად შევჭამე საერთოდ მე ვიცი ბევრი წლის დალევა გააჩნია რა შევჭამ კიდევ ერთხელ მაპატიეთ ახლა რატო გამეცია გეტყვით ამ ბოდიში გამახსნა კიდევ ერთი ისტორია მაპატიეთ იმიტომ გადავწყვიტე ამის მოყოლა ცოტა გამხიარულდები თქვენს თან ბევრი არა დარჩენილი
ეს მოკლე ვიდეოა და მოდი ცოტა გამხიარულდეთ. უბრალოდ ხო ბოდიშთან დაკავშირებით რომ ბოდიში მოგიხარდეთ ახლა ბაზარში ზუგდიდის ბაზარში ვარ იქ უკან წიგნებს იმას რო ყიდიან საკანცელარიო ნივთებს არის იქ შუა ხაზი რო შეხვა და კოსები და ჩანგლები ედვა იმ ხალხს და დავათვალიერებ მეთქი და ვიკითხე ფასი და ერთ ჩანგლის ნაბორი დავარდა მიწას დედა არა და მე ვერ ჩავიღუნებოდი ისე უშნო დავარდა ამ ხალხს მეგრულად ვეუბნები ხო და მეგრულად ვეუბნები ბოდიში მეთქი და ეს და მოვცილდი თან ერთი ორჯერ სამჯერ მაინც უთხარია როგორ ახლა დავაგდე შემთხვევით არ მინდოდა მაგრამ მოვცილდი და მესმის ის ქალი როგორ ამბობს რა თქმა შენი ბოდიში და მეგრულად როგორ გამოვიდა ახლა მეგრულად ვიტყვი შეიძლება ბერმა ვერ გაიგოთ მაგრამ ვინც მეგრელები ხართ კი გაიგეთ ხო ვთქვი რაც ქართულად თქვი იმას ვიტყვი მეგრულად დიდ ბოდიში ვეუბნები ახლა ამ ქალს დიდ ბოდიში მოვცილდი და მესმის ეს ქალი ამბობს მუშომოკოსკან ბოდიში რა თქმა შენი ბოდიში ამას არ გონია მე თუ ეს გავიგე და წამოგიდგენია და ახლა ჩემ ადგილზე სხვა რო იყოს დაპოტავდა იმ ქალს შემოუბრუნდი მე ახლა ჩხუბი ნახდათ არ მიფიქრია ნამდვილად და არც მიჩხუბია მოუბრუნდი მივახლობდი იმ ქალს და ქალბატონო მეგრულად უთხარი მეგრულად უპასუხე მაგას არ ვიცი ვერ გავიგებდი ეგონა თუ არ ეგონა თუ მე მეგრული ვიცოდი არ ვიცი ბევრს სვანი ვგონი ვარ და ალბათ ამიტომ სვანური კი მოგაქვსო მეგრულად როდესაც საუბრობ მეგრულად უთხარი ამ ქალს რატომ ხართ ეს მეგრელები რატომ გაქვთ წესად მეგრელებს ზურგის უკან ლანძღვა მეთქი და ასეთი საუბარი არა და მე თვითონ მეგრელი ვარ და ამას ვამბობ რატო გაქვთ წესად მეგრელებს იმიტომ რომ მე ასე არ ვიქცევი მეგრელი ვარ მაგრამ ბაზრის ხალხი რომ იქცევა ისე მე არ მოგწულვარ არასდროს მაბაგით ყველას არ ეხება ეს ბაზარში ბევრი ჩამოსული დგას მაგინიც არა გამონაკლისი ზოგიერთი მიცნობ ერთს მე და წამოგიდგენიათ მე თვითონ მეგრელი ვარ და მეგრელ ხალხს ვეუბნები იმის მაგივრად რომ თქვა ხო შემეძლო მე თქვა რატო ხართ ზოგი მეგრელები ასეთი მეთქი რატომ გავწესად მეგრე არა და ყველა რაშვაშია ბაზრის ხალხი მიგულისო მე ბაზარში რამდენჯერ შევედი სავაჭროდ ეს დიდი ხნის ამბის ისტორიასაც უკავშირდება სულ ვიღაცა ცდილობს ჩვენ გაბრიყვებას ან ჟანგიან ჩანიქს მომყიდიან თვალში ეხლა კატარაქტის ოპერაცია გავიკეთე და ხედავ ახლოდან კარგად მაშინ სამხედავ ისე კარგად მაშინ რა ვიცოდი მე რა მჭირა კატარაქტა მე უფრო შაქარს ვაბრალებდი დაქვეითებას და შემაჩეჩებდნენ ან ჟანგიან ჩაინიქს ან ბრაკიან რაღაც ნივთს ყოველთვის ვიღაცა მატყუებდა ბაზარში ამიტომ მეცინება აბა რა ვქნა ვიცი რომ აბა ბევრი შემთხვევა იმისი რომ მე სულ მატყუებენ ბაზარში იმით მატყუებდნენ და თავსაც ვერ ვიცავდი წაფოგიდგენიათ და ვიყიდე ერთხელ ჩაინიკი მაშინ აფხაზეთში ვიყავი და იმქამა ისე გაახვია თავსახური ამ ჩაინიკის თითქოს წევადი იყოს კარგი ქალბატონო მე უთხარი რა თუნდა ასე გახვა მეთქი ის რკინა თორე სტეკლო ხوارა რომ გატყეს მეთქი არა მაიც რომ დაიცვას კი რა დიდი ხანი ნადობა ეს ჩაინიკი იქა და სახურავის შიგნიდან დაჟანგულა და იმ ჟანგის დაფარვა უნდოდა რომ ჩამიდო ტილოში მეთქი რო წკაპუნოს მასეთ ცელოფანში რომ მოვიდან ეს სახლში გავიხედე თავსახურში ჟანგია შიგნიდან ყველაფერში მატყუებდნენ ყველაფერში ამიტომ მეც რა ვქნა ვიცი რომ ხო და ახლა კიდე რო გადამაგდო იმ გავყიდულმა არა და ზის შესასვლელთან და იყიდის ბულკები აწყვი აქეთ ორი ქალი დგას მეორე ესაა ეს მატყუარა და თავხედი წამღლეტი ქალი
წამომიდგენი ახლა რამდენს მოატყუებდა მაგი. ხო და არ შეიღირსება ის 2 ლარი, მაგრამ მეც არ მინდა ჩემი თავი დავინციო, არ მინდა და უფროსურად თავი დავინციო და კარგი ჩათვალოს რომ მომატყუა მაგას, როგორც ერგება ისე შეერგება მაგი და არც დავიწყევლები, არც მიკამათია, არც არაფერია, არც დამიწყევლია, არც მიყვლილია. წამოვედი აქეთ. არა, საერთოდ დაკვირვებული ვარ, ალბათ მე წინა ცხოვრებაში ისე ცუდ რაღაცებს ჩავდიოდი, რომ ამ ცხოვრებაში ყველა ცდილობს ჩემ გაბრიყვებას, მოტყუებას, გადაგდებას. თან არიან კიდე ადამიანები, რომლებიც ახლა რეალურად ამას აკეთებენ. კიდე მოვიყვანდი ბევრ მაგალითს, მაგრამ რომ მომისმინონ იმათმა, გამიბრაზდებიან და ამიტომ თავ შევიკავ. რა ვქნა? კარგი, მოდით გავაგზავნოთ. დაუგატანი და ამბობს, რომ მე 3 დღე სიმნელი რო იყო დედამიწაზე ვაკვირდებოდიო. თითქოს თელმა სამყარომ დაიძინაო და ხომ არის ქარხნის მრეწველობა, რომელიც ჩართულია და შეუწყოთლივ მუშაობს. მრეწველობა, ქარხნები, რომელიც გათიშვა შეუძლებელია თითქოს, ხო? ეს დარგები, ეს მრეწველობის დარგები თითქოს გაჩერდაო. ამბობს ოლგა ტანიდა. მე არ შემიძლიაო თქვენ აგიხსნათ როგორ გათმოგცეთო, თითქოს ეს საცხოვრისი სასიცოცხლო პროცესები მიდის, ტუალეტშიც დადის მძინარე ხალხი და ეს მრეწველობის დარგი თითქოს გაჩერებულია და მაღალი ძალები აკვირდებიან რომ ყველაფერმა ჩაიაროსო კარგად. და იმ კაცის ვიდეოში, რომელიც მე თქვენ დაგიდეთ სიმნელის 3 დღეზე, ის კაცი სულ სხვა რაღაცებს ყვება და კიდე კარგი მე თავი შევიკავე და ის რაღაც სისულელეები ზოგმა რო დადო, მაგი არ გადავთარგმნე ნამდვილად, იმიტომ რომ მე რეზონანსში არ შემოდიოდა ჩემთან და თავი შევიკავე, მაგრამ ამ კაცის ნათქვამი ისეთი ლოგიკური მომეჩვენა, თუმცა ლოგიკას რამდენჯერ თქვი მე, რომ ლოგიკურ აზროვნებას არ უნდა ენდო. და ახლა ოლგა ტანიდა რასაც ამბობს, ამან ახლა ეს ყველაფერი თავისი თვალით. ხო, ამიტომ გადავწყვეტე ამის დადება, მეც პირველად გავიგე ეს. თუმცა სხვანაირად ყოფილა სიტუაცია. იცით რა, მართალია რომ ამბობენ კონტაქტორები, ბევრი კონტაქტორი არსებობს. და ამათ მაინც ვენდობი მე, ესენი არიან მომავლიდან. ეგენი ხედავენ, ამათ შეუძლიათ წარსულში წავიდნენ, მომავალსაც მიაკითხონ, კავშირი აქვენ ორივე, ასე ვთქვათ, დროსთან. ხო და მაღალი ძალები იქიდან თვალყურს ადევნებენო, რომ ავარიები არ მოხდესო, სანამ ადამიანებს ზინავთო. და თვითონ აკონტროლებენ ამ ქარხნის და მრეწველობის სხვადასხვა დარგის პროცესებს.